ვინ იქნება ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი თბილისში და მოხერხდება თუ არა ერთ პოზიციაზე შეჯერება. კონსულტაციები ლელოსა და გახარიას გუნდებს შორის ისევ გრძელდება. აი ძალიან ცოტა დრო დარჩა, უბრალოდ ჩვენ ვიყვენებთ ჩვენთვის მონიჭებულ იმ დროს სამართლებრივად რაც გვაქვს და იმ დროის მაქსიმუმს შეთანხმებულ კანდიდატს წარმოადგენთ როგორც მუნიციპალიტეტებში მაჟორების სახით, ასევე რა თქმა უნდა მერობის კანდიდატებს. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი შარაშიძის კანდიდატს, რა თქმა უნდა, განიხილება ათეული კანდიდატი იყო, ნელ-ნელა გაიფილტრა, რაღაც დავიწროვდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება შეთანხმებული კანდიდატი. არავით არის გაუგებრობა ამ თანამშრომლობის ნაწილში ჩვენ მათთან და მათ ჩვენთან არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსტრუქციული საუბრები და არც ერთ ნაწილში, არც თბილისში და არც რეგიონებში შეთანხმებული კანდიდატები ცალსახად გამოკვეტილად არსად არ დადებულა. მიდის შეულებრივი წინასაარჩევნო სამზადისი შრომა არ დაპირისპირება არ არის თუილია გამბო. ჩვენ პოლიტიკურ ისტორიაში ძალიან კარგი რამ ხდება, რომ ორი ძლიერი, ორი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი, ერთის მხრივ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს და მეორეს მხრივ გახარიას პარტია ძალიან კოორდინირებულად მოქმედებთ. რაც არის უპრეცედენტო ამბავი, მე არ მახსენდება ბოლო 30 წლის მანძილზე რომ ესე ორი პოლიტიკური ჯგუფი ერთმანეთის კონკურენტი ასე სინქრონში მუშაობდეს. რაზეც შევთანხმდით გაიგებთ რამდენიმე დღეში. კონკურენტი არ ამყავს. მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, შესაბამისად არავის არ მივიჩნევ კონკურენტად. მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს მოვალატე მთავრობა დავამარცხოს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ აი კონკრეტულ კანდიდატურებს და ზოგადად ესეთ დეტალურ პროცესს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ აქვს, ვერც ხედავთ აზრს. მარტივი ეს არის სპეცოპერაცია, ვინ რა როლს მოიდგებს, ვის რა როლი ერგება საკუთარი ინიციატივით თუ ივანიშვილის გაწყვეტილებით, ამას საერთოდ პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია და არც ვფიქრობთ, რომ საინტერესო იყოს ამ საკითხებზე მსჯელობა. სპეცოპერაციაში მონაწილეობა თავისთავად ნიშნავს თვითდაზიანების რეჟიმში გადასვლას. ამიტომაც შეუძლებელია რომ რაღაც პოზიტიური პროცესები წარიმართოს რომელიმე იმ ძალაში, რომელიც აი სისტემური ოპოზიციის როლს ჯერდება და იღებს მონაწილეობას ივანიშვილის სპეცოპერაციაში. ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას, იგივე ნაცმოძრაობას და მათ ფილიალებს არანაირი შანსი არც ჰქონდათ და არც ექნებათ არც ერთ არჩევნებში. ეს ძალიან კარგად იციან მათ შორის დედანაცმოძრაობაში და ამიტომაც არის რომ მონაწილეობას არ ღებულობენ. იმიტომ რომ აირჩიეს ვითომ ბოიკოტის გზა ამ დროს იციან რომ წააგებენ და ამიტომ თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ რომ ვითომ ბოიკოტში არიან. და შეეხება ლელოს და გახარიას ასევე აქაც რა თქმა უნდა უშანსოდ იყვნენ და გამოჩნდა კიდეც ერთი თვეა თვენახევარი დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ. ეს ორი პარტია და მის ლიდერები საკუთარ ამორჩეველს უმტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყნის გადასარჩენად იყვნენ პოლიტიკაში და იბრძოდნენ, თუმცა ალბათ სწორედ მათი ამორჩეველი ყველაზე კარგად ხედავს, რისთვის იბრძვიან ერთმანეთში, როდესაც ელემენტარულად კადრებთან მიმართებითაც ვერ აკეთებენ შეთანხმებას და ვერ ერთიანდებიან. ის უკვე გაცვეთილი კადრები, ვინც მათ შემადგენლობაში ჩნდებიან, ეს ერთი ოფცია არის, ხოლო მეორე შემთხვევაში დავინახავთ ვინმე ახალი, ვინ გაიუფასურებს თავს ლელოსთან და გახარიასთან საკუთარი სახელის დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ პარტიებს ნული აქვს ჩანსი, რომ რაიმე ხელშესახები წარმატება მიიღონ. სახელმწიფოს მხარდაჭერით alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. და აწარმოებს საქართველოსა და გლობალურ ელექტრონული კომერციის ალბათ ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Alibaba-ს შორის გენერალური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ქართულ მეწარმეებს, ქართულ ექსპორტიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პრემიალურ კატეგორიაში მოხდეს განთავსება მათი საექსპორტო პროდუქციის. აწარმოებს საქართველოს მხარდაჭერით უპრეცედენტო შესაძლებლობა ექნება 50 ქართულ კომპანიას, რომლებიც განთავსდება ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონულ პლატფორმაზე alibaba.com. რომელიც იქნება შესაძლებლობა მათთვის, რომ გააცნონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს წამყვან კომპანიებს, შეიძინონ პარტნიორები და მოახდინონ რეალური რეჟიმში გაყიდვები.